ორბელიანის მიხედვით უკან მიდევნებული ნაპარი. კარგი დრო, რამდენი მყიდველი ბაზარ ჯერ არა. ხო, მართლაც გეცახმი. აგრეთ დღეისადან გამდებოდა. ხოშვილი, უკმაც კი ვერ მიქო. დიდება უფალ, დიდება ჩვენს მიერ. მერტმერტ მოგვიშკო. სალამი, ხალხო, გასება, ვასილ ბატონო, რაზე უნდა ვსაუბრო? როგორც ყოველთვის, ჩვენი ბრწყინვალე მეფის უპატიდებაში ვარ. მას მეც გეთახმა. მართლაც რომ ოქროს ხანაში. ღმერთმა დაროცა ჩვენი მხრე. მირიმა უცანი ვახში მიმაღალდა. ახლავე, ჩემო დედოფალო. ჩემო ძანები. ვახში მას. ეს რას მიგდა? ძანები, შეიძლება გამოიყურე. ხო, ახლა, დაისო. მირიმა უცანი. სამგალანა მოგი. მირიმა არად მანდო. ხო, ხამ. შეიძლება. ანანია ძანები. არჩილ, შენს გარი. დიახ, დანა. ხარის ხალხალაში გამიარა ჩემო გავიულა ცხოვრება. გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი მეფე კურთხევის დღეები. ახლა, აღარ ძალა შემძლევს რომ ჩემზე დაკისრებული მოვალეობა პირდაპირ შევასრულო. ო, ღმერთო, რა ვქნა? გზა მიჩვენე, ნიშანი მომეცი. ძანები, შეიძლება? არჩილ, ხომ გითხარი, რა შემაწუხო მეთქი? მაგრამ წინვალება, მე ვიცი, ეს ის თქვენი წუხარების მის. საგონებაში ხარ ჩავარდნით, ამ სიტუაციიდან გამოსავაზეთ. მე მომეცით, ჩემი აზრი მეწვდა. დაიწყე არჩილ, ყურადღებით. ძანები, იხსენება, იმპერიაში რთული ვითარებაა შექმნილი. ცუდად არამიდოთ, მაგრამ დროის შორს ახალგაზრდა უფლისწულს შანსი მისცეს თავისი მოვალეობა შეასრულოს. რომ უკვე დრო ამეფედი კურთხოს. მართალია, მაგას მართალია. იმპერიაში რთული ვითარება შეიქმნა. მაშინდა ჩვენ ძლება ხოსროს ხალხს. ჩვენი მეზობელი ოსმალეთის საქმრობად გაზრდა. ეს კი ხომ ჩვენთვის არც ისე ხაზარბენი. ქონის ჯობს ერობას და ახლა ეს აქტი ქონავდებოდა სოფა. მოგზა, უნდა ნიშნულოვან საკითხს უნდა გესაუბროთ. მინდა გავისმოთ ჩემი დედოფალი. ქონიაზის მარიამს. ძანები, ყურადღებით ისმენთ. ვიდრე ქონი უკვე დრო ჩვენი შვილი აღწევს. თანაც ჩემს სესხლში გავისმოთ შესაძლებლობას. კი მაგრამ ასე მალე აგრეთ ხომ იცით ხესებას ვერ შევეცნი ამოდები. თქვენი ნება ჩემთვის არამედ ძალიან როგორც ხდება, უკვე შეგვიძლია უფლისწულის მეფეს კურთხევში საერთოდ არ უხდება. რადგან დედოფალი თანახმა სამზადის შეუძლია. ოღონდ ჩემს შვილს დიახ, აბა, ეძახი. მოდი, მნიშვნელოვან თემაზე ვგავსებთ. შვილო ჩემო, მე უკვე დავდივარ. ხაში შევიდე. თანაც მართავდა სახელმწიფოს დილბადებულებებთან დაკავშირებით. მე კი უკვე ამისალა არ ხარშობს. შენ სამოიზარდა, ნუ აი ხალხი საკუთარ თავზე გამოსცადა. მესმის შუა, თულია, მაგრამ ვთხოვ, ჩემს მაგრად ერთსაც ვთხოვ, სანამ ცოცხალი ვიქნები ჩემს სალაროს ხელს ვუახებ. როცა მოვკვდები ჩემი შვილის საცხოლებად ფაქტებს დავუშვებ. გაითვალისწინე, გულმოწყალება, პასუხისმგებლობა, გულუყობა, სამართლიანობა. ეს ის მისებებია, რომლებიც ხალხის გულის გულუყობით მეშლებება. ბატონ, მამა, არც არიან დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს თქვენი მედალია. დღეს 1695 წლის 14 ოქტომბერს ჩვენი დინასტიის ისტორიის ფურცლებზე კიდევ ერთი სახელი ჩაიწერება. დღეს ირანის იმპერიის სულთნად იკურთხება ვაჩი აბასის ძე მეოთხე, სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელი. დიდება უკაც, გავამარჯოს ჩვენს მეფეს. არჩილ, დიახ, ეხერო. სახალხო სასწრაფო წევა მოიწვია ქალაქის ცენტრში. უბრალოდ გავიდა რაც ქვეყანას ახალი მმართველი ყავს.
დამბოლი დროა გავიგოთ, როგორ მეფობ შემდგარ. ახლა როგორ მოგესალმებით ხალხო. მეფეს გაუმარჯოს. დიდება მეფეს. მინდა მოვახსენოთ, რომ მეფობ შემდგარ. მინდა ვაჩემ მეოთხის მმართველობასთან დაკავშირებით ორი სიტყვა მეც თქვა. ის პირველი ძალიან კარგი ადამიანია. მოგესალმე წელჩემი ზავდენ ტრანსპორტ მოდელა მოხდა. ოჯახს ერთადერთი მათჩი. ჩემი მეუღლე მოხდა. ერთადერთი შვილი დამიაყო. მე ტექნიკა ძალიან მიჭირდა. რომარა მეფე შეიძლება შიმშილი ცულის ამოკვდა. ვფიქრობ მეფე ვარჯი მეფობა კარგად დაიწყო. ყველაფერს კეთილი. ვიმოგი არის ხალხის ეხმარება. ამასთანავე სამართლიანიც. თუმცა ერთი უჩვეულო თვისება. დღის ცხენზე არჩი გამიამხედა. ამოვლენის მოსულ. თანაც ლამარცინ კი არა უკან წაიგო. ყველას უზრაგან ვერავინ მონაფერს ხარ. აჩო. დიახ, შემოაჩვი. ახლა დაფი მომძაფრი შვილი. შვილჩი. შენ კებაბის მაგრამ გაბა. ერთი უჩვეულო შვილი. თუ გამიშაროდეს. არჩევს რომ წინწაიწყო. აკამდე შემოვკადი თორემ ამ საქციელი მის პომიდორებს ჯობს სალარს სიცოცხლეშივე წაიმძღვარო წინ და ადაკებს უბოძო შემდეგ გაცემული ომკან მიდენებული ლაპარაკი მართალი ხასები ახლა კი მოგდი ჩემს რადგან ცხოვრება ხალხია უმჯობესი ადამიანმა ყველა სიკეთე თავისივე ცხოვრებაში გააკეთოს და კეთების ქმნა იჩქაროს